ჩიკოვანი, კენიო. ჩაწოდება საჯარიმოში, სახიფათო იყო, თუმცა ჯინჯოლავა მოქმედებს ყურადღებით. განმეორებით ეს მომენტი. შვიდი წუთი გახლავთ კომპენსირებული დრო, საკმარისზე მეტი აქვს რუსთავს რომ მოიგოს ეს შეხვედრა. ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა გარის მიმართულები და გაიტანა იაკობიძემ. ირაკლი იაკობიძემ კიდევ ერთხელ მოახერხა ამ სტადიონზე თავის გამოჩენა. ესეც ასე ვთქვი მე რომ რუსთავს ეკნებოდა მეორე სართულზე უპირატესობა და აი ჩემი სიტყვების დასტურად იაკობიძემ გატანა მოახერხა. მეორე გოლი მისთვის. ჯერ დინამო ბათუმთან ამ სტადიონზე, ახლა იბერიასთან. თუ პირველ ტაიმში მისი შორეული დარტყმა უადგილო და ძალიან არაზუსტი იყო, ახლა ეს თავური იყო მშვენიერი. აუღებელი დარტყმა ადგილზე გაშეშებული თორნიკე მეგრელიშვილი. გამოიყენა თავის სიმაღლე აჯობა ზოურის და შედეგად რუსთავი ძალიან ახლოს არის სამ ქულასთან. სამ ქულასთან რის წყალობითაც სხვაობა